Sirpaso megobrodvi vesal, ჩვენი განცემის სტუმარი ეკა კვესიტაძე. გადაცემის წარმომადგენელია PSP. ეკა ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალე გადაცემისთვის უღრმესი მადლობა. მეც ძალიან დიდი მადლობა. მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ პირველად ჩავიცვი ერთი ფენა ტანსაცმელი. ხო, ანუ ეს აქციებზე რამდენიმე ფენა ტანსაცმლით დავდივართ ყველა. ეხლა თან განსაკუთრებული სიცივე. ძალიან გამიხარდა, ხო, რომ ერთი ფენა ტანსაცმლით გამოვედი სახლიდან. პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოუცხადო მთავარ არხს. მადლობა. ჩვენ ძალიან გვიყვარს მთავარ არხი, იმიტომ რომ იქ მუშაობდით და ძალიან ტკბილი მოგონებები გვაქვს. კი, კარაგვიდგია, მაგრამ მეორე ნაბიჯი იქ იყო და მინდა რომ რაღაცა ეს პრობლემა მალე მოგვარდეს. საკმაოდ რთული სიტუაცია, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დაველოდოთ რა იქნება ველოდებით რაღაცა ფორმით ეთერში დაბრუნებას. იმიტომ რომ შენი გადაცემები ხო ყოველთვის ისეთი საინტერესო ანალიზები გაქვს ხოლმე რა, ესე კარგი მონოლოგები გაქვს და მე ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ხოლმე აი ეს საერთაშორისო პოლიტიკა არის ერთ-ერთი შენი საყვარელი სფერო. კი, ხო და აი ეხლა ხო საერთაშორისო პოლიტიკის ერთი პატარა ეს გადახვევა გავაკეთოთ რომ აი ტრამპის ფენომენი თუ ამოხსენი ან რა უნდა ან რისი მიღწევა უნდა ან რა აქვს ჩაფიქრებული აი შენი აზრით რა გეხოცები ეს არის $1 მილიონ კითხვა ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცე მექნება მთავარიც თავარცაც აღვადგენ თქვენ ტელევიზიასაც დავაფინანსებ კარგად ვიქნებით ყველადი ვიქნებით არაჩვეულებრივად მოკლედ ტრამპი არის კაცი რომლის პროგნოზირება არავის არ შეუძლია მის არჩევამდე ერთმა ძალიან საინტერესო კაცმა ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ. ერთი ის რომ რასაც წინასაარჩევნოდ ამბობს, იმას გააგრძელებს არჩევნების შემდეგაცო, იმიტომ რომ ბევრს ქონდა მოლოდინი, რომ აი ხა რასაც ამბობს წინასაარჩევნოდ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება და როცა შევა თეთრ სახლში ტრადიციულ პოლიტიკას გააგრძელებს და ასეც ახდა მისი ნათქვამი და მეორე არის ის რომ ის არის პერსონალურად ისეთი კაცი, რომელსაც წინ მაგრად უნდა დაუდგე. როგორც ეს ზელენსკიმ გააკეთა, არსებობს პოლიტიკურ მეცნიერებაში ესეთი ფენომენი, რომ თავს რაღაცა იგიჟიანებ რა, ანუ რაღაც ტაქტიკაა, როდესაც მედმენი პოლიტიკოსი, რომელიც აი ამ თავისი ხასიათით აშინებს თავის ან მოწინააღმდეგებს ან მათ ვისთანაც უნდა გარკვეული რაღაცა პრობლემების მოგვარება ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ ამ სანახაობით საერთაშორისო ჯერ შოუ არ დაწყებული ჯერ შოუს დასაწყისია ყველა შოქშია ამ შოუთი ამ დასაწყისით მინდა რომ ვთქვა მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე არ ვიცით ეს როგორ გაგრძელდება. მაგრამ ეჩი არის ას დავაკვირდი რომ აი თვითონ კოცები არიან საოცრად გაჩუმებულები აი ამ იმიტომ რომ არიციან მათაც არიციან რა მიმართულებით წავა განავითარებს ტრამპი თავის პოლიტიკას. ხო, იმიტომ რომ ვერც აკრიტიკებენ, ხო იციან, მაგრამ ვერც აქებენ. ახლა ქება რომ დაუწყონ, ახლა ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ იცი რა, ახლა მე თქვენთან იმდენი ფული მაქვს დახარჯული. და ეს პარტნიორობაზე უარი რო თქვით და რაღაცა. ახლა ის ფული მომეცით უკან, ხო შეიძლება ესეც თქვა. და ბიძინად გადაიღება. ჯერ შვეიცარიული ბანკის ამბავი ვერ მოუნელებია და აქეთ ითხოვდა ამერიკელებისგან 2 მილიარდს. აი რის გამო არ ვიცით, მაგრამ 2 მილიარდს ითხოვდა, იმიტომ რომ შვეიცარულ ბანკში შეექმნა პრობლემა. მოდი ახალ ამბებსაც შევეხოთ, ხო? ახლა ძალიან აქტუალური არის კრიზისების მართვა, ხო? აი ჩვენს ხელისუფლებას ყველაზე კარგად რაც გამოს
მozდის. ეს არის კრიზისების მართვა, როგორ კარგად მართავენ კრიზისს, ნებისმიერ სტიქიას. ესენი ამარცხებენ deep states, მაგრამ აი თოვს იცი რა ძალიან რთულის პროგნოზირება არის, ხო, რომ თოვლი შეიძლება მოვიდეს, ხო, საიდან უნდა ვიცოდეთ, ახლა ჩვენ თოვლი შეიძლება მოვიდეს. არა, საიდან უნდა იცოდეს ახლა ირაკლი ყობახიძემ, რომ თოვლი უნდა მოვიდეს. deep state-თან ბრძოლაში არის დაკავებული. ხო, ტექნიკაც ხო, რატო უნდა ვიყიდოთ ტექნიკა? ნუ ერთი საინტერესო ვიდეო, რომელიც იქ რაღაცა საბჭოები ხო აქვს, რომ შექმნიან ხოლმე საბჭოს და თბილ ოთახში რო ხედან და რომ ვისჯელობენ რატო ვერ იყიდეს ტექნიკა და ასე შემდეგ და ეს ვიდეო არის საოცარი ვიდეო ვარ. იყო წუხილი ელემენტარული კომფორტი არ ქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში. მათ მინდა უთხრა რომ თქვამდე რატო არ იყიდეს ეს წინააღმდეგი ვიქნები რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10 და 20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა და კიდე მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი. ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიღება, რადგან ვაკეთებ ჩვენ. ხო, რასაკვირველია. აი წარმოგიდგენია. ეხა აქ მოგეთ გადაცემა რომ მქონდეს უფრო სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ცოტა არაკომფორტულ პირობებში იყვნენ და შეწუხდნენ რა და ჩვენ შეგვაწუხეს. ესე იგი ხალხი რომელიც რაღაც სიკვდილს უყურებდა თვალებში და შეიძლება სადმე კიდე ესეთ მდგომარეობაშია, თურმე აი ცოტა არაკომფორტული მდგომარეობა ყოფილა ეს, როდესაც შუქი არა გაქვს, საჭმელი არა გაქვს და ელოდები თავზე ჭერი როდის ჩამოგექცევა და თოვლის ზვავში როდის დაიღუპები, ეს ყოფილა ცოტა არაკომფორტული მდგომარეობა. რასაკვირველი არამიზნობრივია ხარჯვა 10-20 მილიონის ტექნიკაში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 10-20 მილიონად რამდენ ახალ მანქანას იყიდის ეს კაცი, მისი მოადგილეები, იმ მოადგილეების მათი რაღაცა რამდენ შუპოსოს შექმნის, რამდენ ნათესავს დაასაქმებს, რამდენ ტენდერს გააფორმებს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. ეს არის მიზნობრივი ხარჯვა. ჩემი მეგობრის ბებია, რომელიც არის 85 წლის და ცხოვრობს მარტო გურიაში. მოყვა ასეთ ამ უბედურებაში 2 დღე ვერ უკავშირდებოდნენ და ოჯახის წევრები განსაკუთრებით გადარეულები იყვნენ და ბოლოს რო დაუკავშირდნენ, უთხრა ძალიან მშვიდად, რომ მეო ვიცოდიო კაცო 1-4-5 დღით ადრეო რომ თოვლი მოვიდოდაო, წავედიო, მოვიმარაგე ყველაფერიო და სახლში ვარო და აი ამ კაცმა არ იცოდა. ჩემი მეგობრის ბებია მიცოდა და ყველაფერი იყიდა, სანთელი იყიდა, უფრო მეტი პური იყიდა, რაღაც რაც დაჭირდებოდა, ყველაფერი იყიდა. იყიდა, მაგრამ ამათმა ვერ გაიგეს, ამათ ყურამდე პროგნოზი არ მისულა. ხო, 5 დღის მე ჩავიდე რეალურად, ესე გამოვიდა რა, 5 დღე უბრალოდ აი მოხალისეების არ ვჭირდებაო. სამაგერთ ყველაზე ოპერატიულები იყვნენ ბიძინას დაბადების დღეების მილოცვაში. ამაში ვერ და ეს ყველა აი ძალიან სწრაფად გააკეთა ყველა რა, მაგრამ შეჯიბრება არის იმაში კი არა, რომ ვინ როგორ უნდა დაუმტკიცოს თავის ამომრჩეველს. რომ კარგი ხელისუფლება, არამედ შეჯიბრება იმაში, ვინ დაუმტკიცებს ბატონ ბიძინას, რომ მისი ყველაზე ერთგული მონა არის და ყველაზე კარგად შეუძლია ამ მონობის სიტყვებით აღწერა და გამოხატვა. რომელი მოგეწონა ყველაზე იმოცებული? ნინო წილოსანი. ბოლოს რაც გითხრა, რომ აი ბატონ ბიძინა უნდა ვასწავლოთო ჩვენ შვილებს ისტორიის გაკვეთილებს, კი. ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ. კი, ამას გამოყვებთ, კი, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. განსაკუთრებით ღალა რო დააწესა. აი ბიძინა ივანიშვილის პერიოდში დააწესდა ქართულ მოსახლეობაზე ბეგარა და ღალა 5000 ლარის ჯარიმის ოდენობით. კი. თან ახლა კიდე ერთი კარგი საინტერესო კანონი გვეწევა. ეს არის მედიის ცენზურის კანონი. ახლა შენ ჯერჯერობით უმუშევარი ხარ, მაგრამ მაინც შენც წამოგეწევა სადღაც, იმიტომ რომ თოვლივით წამოგეწევა. ძალიან საინტერესო რაღაცეებია შეგ ჩადებული, თუნდაც რესპონდენტის ნაწილში რა, რომ ანუ ორივე მხარე არ არისო რესპონდენტიო, მაშინ რომ მისი გალანძღვა არ შეგიძლია. ანუ
როგორ აქვს ჩაშლილად მიხდი? აი თუ ბატონი ბიძინა არ არისო თქვენთან სტუდიაში ბატონ ბიძინას ვერ გალანძღავთო. ვერ გალანძღავ. არ მას უდიერად მოდი ესე ვთქვათ, უდიერად ვერ მოიხსენიებთო, თორე ამისათვის უდიერად ბატონ ბიძინას უდიერად მოხსენიებისთვის ჩვენ ჯერ ასე ვთქვათ გვაჯარიმებენ და შემდეგ აუცილებლად მე ციხეში გაგვიშვებენ, რომ მედიასაც ხურავენ პირდაპირ. ხო, ანუ ჩვენ ახლა არსებობს ესეთი პროპაგანდისტული ხერხი. ხო, მედია უნდა დავტბოროთ, როგორ ვთქვა, კანალიზაციით, ნუ დაახლოებით ესე რო ვთქვათ და მართლაც ესია, ეხლა ჩვენ თუ მივადევნებთ, ყოველდღე რა ხდება? აი გამოვა ვიღაცა, იტყვის რაღაცა საოცარი ინიციატივით გამოვა, ან რაღაცა განცხადებას გააკეთებს და თელი ჩვენი დღე მიდის აღშფოთებაში და ამას მართლა ქვია აღშფოთებით გადახლა. და საერთოდ ხო, აღშფოთებით იღლები. ხო, და რაღაცა და გადავწყვიტე გავაკეთო YouTube-ზე არხი ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ძალიან კარგ ხალხთან ერთად, ანუ ეს შემიძლია გავაკეთო და ამიტომ ამაზე გადავერთე. რომ რაღაცა საქმე გავაკეთო, მიზანი რაც ამაკ არ დამავიწყდეს, ამ მიზანზე ფოკუსირდე და აი ამ ქართული ოცნება, აი ამ რეჟიმისგან წამოსული ეს კანალიზაცია ავირიდო მაქსიმალურად, რომ ამაზე დრო, ენერგია და ემოცია არ დავხარჯო. ხო, იმიტომ ახლა რასაც ვაკვირდები, ხო აღშფოთებით გადაღლა. ძალიან საინტერესო ტერმინია რა. ხო, ჩემი ტერმინი არ არის განმავლობაში რო იწყება რაღაცა არაადეკვატური განცხადებები, ხო? შენ უკვე ყველაზე ხო ბრაზდები, მაგრამ შეიძლება ისეთი თქვან რომ იმაზე ძალიან გაბრაზდე, მაგრამ უკვე გიქარწყდება, ანუ სიბრაზის სიძლიერე აღარ გაქვს. თან მედიის მდგომარე, ანუ ნახეთ როგორ არის, ხო არის მაგალითად ერთი მთავარი თემა. აი ხა მაგალითად თოვლის თემაზე რამდენი რამე სიუჟეტი შეიძლება სიუჟეტური ხაზი გქონდეს, ხო? რა მაგალითად იყიდეს თუ არა ტექნიკა, რამდენი დახარჯეს, რა კორუფცია იყო რა, აი ამისთვის გამოყოფილი სტიქის, ანუ რაღაცა ესეთი მოდი ვთქვათ, სტიქისთვის გამოყოფილი რაღაცა ფონდები და რამდენი დაიხარჯა მიზნობრივად, არამიზნობრივად. შეიძლება ამაზე ერთი კვირა ილაპარაკო, მაგრამ მე შემოაგდებენ სხვა თემას, კიდე შემოაგდებენ სხვა თემას, კიდე შემოაგდებენ სხვა თემას და ანუ ეს თემები იკარგება, ისევ როგორც დაიკარგა უამრავი სხვა თემა, ესეთი თემა, ხო? ყველაზე მთავარი იკარგება, ანუ არჩევნების მოთხოვნის. ხო, ყველაფერი იკარგება, ამიტომ კონცენტრირდეთ მთავარზე, არ მივიკაროთ, აი რაღაცა მე უკვე აღარც ვაზიარებ ამათ განცხადებებს, იმიტომ რომ სიგიჟია ამათი განცხადებების, იმიტომ აკეთებ, რომ ჩვენ გაგვაგიჟონ, სრული ამ სიტყვის ნიშნულ. კიდე ერთხელ ვამბობ, რომ მერეც ემოციურად ცარიელდები და აღარაფერზე რეაქცია, ენერგია აღარა გაქვს. კიდე არის მეთოდი, მაგალითად გაშავების მეთოდი. ანუ ადამიანი, რომელიც სიტყვაზე მუდმივად დადის აქციაზე და იმაზე იწყებენ მსჯელობას რა. აი მაგალითად ავიღებ სანდრო ცნობილაძის მაგალითს რა. სანდრო ცნობილაძეს ყველა კარგად ვიცნობ და ვიცით ახლა როგორი ადამიანია და ნუ არაჩვეულებრივი პიროვნება. წარმოუდგენელი იყო. ხო და ანუ ესე იგი მიდიან სახლში, შეუვარდნენ რაღაცა წიოკი რაღაცა და ეს ხო იციან, მე ჩხრეკა დაიწყეს და გამოდის პოლიციელი და ამბობს რომ იცით რა მას ვიღაც ქალბატონი უგზავნიდა ინტიმურ ვიდეოებს. ანუ ინფორმაცია უბრალოდ შეიძლება მოიფიქრო, თქვა ეხლა ხალხის თვალში სანდრო არის გარყვნილი. ნუ არ ვიტყოდი ეს აი იქ ვინც აქტიურობს, ყველანი გარყვნილები არიან რაღაცა ნებისმიერ ამას შენზე შეიძლება მოიფიქრონ, ჩემზე შეიძლება მოიფიქრონ, ნებისმიერ ამუნაზე შეიძლება მოიფიქრონ. ანუ ჩვენ არა ვარ დაცული არც ერთი ანუ სანდრო ცნობილაძის ადგილას შეიძლება და ნებისმიერ ჩვენგანი აღმოჩენილიყო. ადამიანები, ანუ უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომელსაც მათ ფსკერი არ აქვს. ხო, რეჟიმი. ხო, არ აქვს, ანუ ფსკერს არ აქვს, ფსკერი, თელი ამბავი ამაში. ამიტომ ახლა მათ შეძლეს, აი მზია ამაღლობელი რო ავიღოთ მედიაში უბრალოდ არ არის იმაზე სუფთა რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომელსაც აი ხა ხო იტყვა ეკაისიტაძე ნაცების იდეოლოგი და ასე შემდეგ, რა ვიცი კიდე არ ვიცი რა სიტყვია, მაგრამ ამას ხო იძახიან ნამდვილად. რა 1000 რამე ამასთან დაკავშირებული, მაგრამ აი მზია ამაღლობელზე რა შეიძლება რო თქვა? იმთან მოშიმშილე ადამიანზე, რომელმაც თქვა, რომ ჩემი შიმშილი არ იყოს არავის დღის წესრიგში.
ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გაშავების, იმიტომ რომ ვაიმე ჩემზე რაღაცა არ თქვან და არ გამაშავონ და ამას არ გავაკეთებ, იმასთან არ დავდგები, ამას არ ვიტყვი და იმასთან არ ვასოცირდები, ეს არის უკვე შეუმწყნარებელი გულუბრყვილობა, იმიტომ რომ ეხლა შეგვეძლო ამაზე. ხო, ესეთი, ახლა თუ ასეთი გულუბრყვილო ხარ, სასარგებლო იდიოტი ხარ, მე არაფერი. მართლა, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში უნდა გესწავლა, რომ სადაც არ უნდა იდგე, მაინც ნაცი იქნები. არ უძახის გახარიას პარტიას, მთავარ ნაცებს ეძახის. რისი მიღწევა უნდათ ვერ გავიგეთ, რისი. ხო, ამიტომ ეხა ეს სულელური კომპლექსები სანამ შეაწუხებს საზოგადოებას, ხო? ეს რაღაცა ვაიმე ნაცები, ვაიმე მიშა, სხვათა შორის მიშა რო დღეს ყოფილიყო, მე მიშაზე ჩემი მოსაზრება ყველა ეტაპზე მქონდა და არასოდეს არ შემეშინდება გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, ან დადებითი, ან უარყოფითი და ყოველთვის ასე იყო. მიშა სააკაშვილი ეხლა რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, მართლა რომელიღაცა დათოვლილი სახლის სახურავზე იქნებოდა ასული და იქიდან პრესკონფერენციას გამართა და ადრე კი გაგვეცინებოდა, მაგრამ ეხლა მივხვდით რომ როგორი საჭიროა ხელისუფლება, რომელსაც გულთან მიაქვს, იმიტომ რომ ეს მისი მოვალეობა და ფუნქცია და მეორე საქმეს აკეთებს და ეხლა თუ პიარიც მიყვება პარალელურად, მიყვეს გენაცვალე, ეხლა პიარიც, როცა თუ საქმე კეთდება, ვერავის ვერ დავამადლით პიარს, მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს. ხო, არა, ეს კოცი უდრის ნაც და რაღაცა, ხო, რაღაცა ისეთი ეს არის რაღაცა კომპლექსი, კიდე ერთხელ ვიტყვი. აი შეკრებებზეც რომ ლიდერი არ მიდის მიხდი და ბერდიას უშვებენ. ხო, აი რაღაცა, რა ვიცი, აი გახარიას პოლიტიკა მაგალითად, ხა გახარიაზე არც მზე ამომდიოდა და არც მთვარე, მაგრამ რაღაცა ჩავთვალე, რომ ეხლა ისეთი დროა, რომ ყველა გჭირდება, ყველა თავისი კომპეტენციით. ეხლა კაცმა, რა ვიცი, რაღაცა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გაერთიანება რაღაცა არ შედგეს, იმიტომ რომ არც ერთ შეხვედრაზე არც ცალკე ოპოზიციის ლიდერებთან, არც სალომე ზურაბიშვილთან არ მისულა. ეტყვის, კი ბატონო, აი ხა მე ვერ მოვალ დღეს ბერდიას გამოგიგზავნით, ან მე ვერ მოვალ დღეს ნათიას გამოგიგზავნით, ან რაღაცა ვიღაცას კიდე გამოგიგზავნით. არ შეიძლება ესე. აი ეს რაღაცა დაუსაბუთებელი ამპარტამნობა და რაღაცა პირადი ჰიგიენა აქვს, უკაცრავად ჩვენც გვაქვს პირადი ჰიგიენა ყველას. ხო, კი. რატო გონია რომ გახარიას მარტო გახარიას აქვს პირადი ჰიგიენა და სხვებს არა გვაქვს პირადი ჰიგიენა, რომელიც სხვათა შორის მასთან დგომას მაინდა-მაინც არ მოწონს ჩვენს პირად ჰიგიენას, მასთან ერთად დგომა, რომელსაც თვალთხარია დაარქვა ახალგაზრდა თაობამ. ხო და ეს პირადი ჰიგიენა გვერდზე უნდა გადადო, როდესაც პირადი ჰიგიენა მართლა ირღვევა, როდესაც წინ ყავს თავარი მოწინააღმდეგე ქოცების სახით. თან თუ დაკვირებული ხარ, როცა სალომესა შეხვედრა არის ხოლმე, მათი წარმონადგენი ყველაზე ბოლოში დგას, რომ კადრი რო იშლება, რომ არ ჩანდეს. საიდანაც ბერდია თვალები ჩანს. თან უნდა იქ იყვნენ და თან არ უნდათ იქ იყვნენ და ძალიან უცნაურია. ჩვენც ესე რაღაცა გავართ და ვინ რა კომენტარს გააკეთებს და მე დასხდებიან მაგიდაზე და მე რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ეგ ყველაზე გამაღიზიანებელი. ხო ხვდები რომ რაღაცა ნაწილი ხო მაინც ჯდება იმას მაგიდასთან და გამოდიან იქიდან და აი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. აი რა გაქვთ შესათანხმებელი. აი ეგ არის ყველაზე აი რა სინაწილებენ ჯერ რაც არაფერი არ არის. მე მინდა რომ პოლიტიკური პარტიებისგან დავინახო რაღაცა მათი დღის წესრიგი. იცი რა არის მე თუნდა კითხო ხშირად შენ ახლა აქციებიდან აქციებზე კი დადიხარ რომ აქციებიდან გადაცემები მიყავდა ხო დარბევების დროსაც ჩაულებრივად კითხავდა 20 ივნის მე და გვარამია ვიდექით პოდიუმზე ერთად მიყავდა ხოლმე ესეთ დროს გადაცემა და პირველად ეს იყო ჩემს ასე ვთქვათ გამოცდილებაში პირველი დარბევა და დრო გავიგე ხმა ჰაერში და მეთქი ფეიერვერკებია და ამ დროს ფეიერვერკები ვინ გაუშვა თქო და გაზი მოფრიდა. და გაზი ჩამოფრიდა და ჩემ ფეხთან დაეცა. ეს თავიდან. მერე ეხლა მქონდა სხვა შორის ძალიან საყვარელი გამოცდილება ისეთი დასამახსოვრებელი, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება. ეხლა დიდაქციებზე გაზაფხულში ასე პოდიუმზე ვდგავართ ხოლმე ჩვენ ცოტა შემაღლებულზე, პატარა კიბით ატიხარ.
და დაიწყო დარბევა სპეცრაზმი რაღაცა თელის ისწრაფით რომ მორბის და ყველა დაიფანტა და მე ვდგავარ ამ პოდიუმზე, ჩემო პროდიუსერმა მითხრა რომ ეკა მივრბივართ, ჩამოდი მალე და რა ვიცი, რაღაცა ხო იცი, რაღაცა რომ დავიბენი, ცოტა გვიან ჩამოვედი, ჯერ წავედი თავისუფლების მოედნისკენ, მაგრამ ვეღარ წავედი, იმიტომ რომ სულ იმაში იყო, ამ კვამლში იყო და უკვე გონებას ვკარგავ და აი ჩემს გვერდით პირდაპირ ეს კაფსულა არის და აი ხჩოლავს ეს კვამლი ამოდის და ნუ ძალიან ცუდად ვარ, მახსოვს რომ უკვე ვარდები, ვეღარ სუნთქავ, თვალში ვეღარ ვიხედები, შანსი არ მაქვს რომ თან აი რაღაცა აპოკალიფსური სცენა, არავინ აი პარლამენტის წინა ადგილი არის აბსოლუტურად მოსუფთავებული, მე და ეს გაზის კაფსულა ვართ. ეულად გაზის კაფსულა ჩოლავს ეულად და რაღაცა მე ვიკაცები მუხლებში და აი ამ დროს საიდანაც პატარა ბიჭი გამოვარდა ხელი მომკიდა მითხრა რომ ნუ გეშინია აი რაღაცა არ დაპანიკდე ისუნთქე მაინც თუ არ ვიცი რაღაცა და აი გამომათრია სამშვიდობოს სადღაც დამსვა ხის ძირში მარიოტის წინ ხო მითხრა რომ ხო კარგად ხარ და უცებ გაქრა ეს ბავშვი სახეზე ბენდენა ქონდა აკრული და მოკლედ წავიდა და ეს ამბავი ხარ ასაკურველად ამამახსოვრდა. მოკლედ ეს უკვე ნოემბერია, დეკემბერია დაწყებული, აი ეს ამბავია, როდესაც დილის 5 საათზე დარბევები იწყებოდა. და აი მაშინ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ღამე მაქვს ეგ გათენებული. და ერთ-ერთი ესეთი ღამის დროს მე ჩემი მეგობარი თამუნა ყურაშვილი და ნანა მალაშხიაც იყო ჩვენთან ერთად მოკლედ მოვდივართ და ამ დროს დავინახეთ ვარდების მოედანზე დგას ეს რაღაცა საშინელი დღემდე ეს ყველაზე საშინელი კადრია რამდენი კადრი არ ჩამრჩენია გონებაში მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველა საზარელი კადრია ეს მანქანები რო ანათებენ და რომ მორბის ეს შაოსანთა რაღაცა გამხეცებული შაოსნები აი თვალებს ჩასისხლიანებული რომ ვინ მოიტაცოს და ვინ წაათრიოს ამ საწამებელ მარშრუტკაში და აი მაშინ ადამიანის მოტაცება ნიშნავდა აი მარშრუტკაში ჩატენვას და უმოწყალოდ ცემას და ჩემ თვალწინ წაათრიეს პატარა ბიჭი და ნუ მაგ დროს აი საერთოდ აი შიშის გზნობა საერთოდ არ ვიცი რა არის და მე მგონი არავინ არ იცის მაგ დროს იმიტომ რომ ესე ადრენალინი გაქვს მომატებული მოკლედ წინ გავასწარი აი ეს ბავშვი ამ ბიჭს ჩავეხუტე ძალიან მაგრა ჩავჭიდე ხელები და მოკლედ გამოვტაცე რა იმიტომ რომ მაგ დროს როგორ არის იცი აი კადრებსაც უდაკვირვები ხარ ყოველთვის არის ერთი რომელიც იძახის თვალებს ჩასისხლიანებული და გამოართვი წავიყვანოთ და მეორე ვიღაცა ამბობს რომ აი დაანებე თავი და იქაც იყო რომ აი ვიღაცა მქორ დაანებე თავი და ეს ბიჭი წამოიყვანა და ბიჭმა და მითხრა რომ მე ისე მე ხედავ სიკეთე არ იკარგებაო. რატო? ისავარო ერთხელ რომ გამოგიყვანეთო. იმან რომ გადაგარჩნდა ეს ბიჭი. მეთქი შეხა. რა მაგარი ისტორია. რაღაცა კინო არის. საოცრება იყო ხო იმდენ მოტაცებულ ხალხში მე და მაინც. ის ბიჭი შენ სახელზე ვერც იცანი ნიღაბი ეკეთა მაშინ. მე ვერ ვიცანი, მაგრამ თვითონ ხო მიცნო. მაგრამ შენ უბრალოდ მიხვედი თვითონ მიცნო და არა ისე გაიტაცეს ვერც ხედა ვერც სახეს ხედავდი ვერაფერს რომ უბრალოდ დავინახე რომ ვიღაცას მიათრევდნენ. ეკა ძალიან დიდი მადლობა. მინდა წარმატებები გისურვო ეთერში მალე დაბრუნება გისურვო. ხო რო შენ გადაცემაში პოლიტიკური მიმოხილვა არ გავაკეთო. დღეს ესე იგი რაც ეთერში არ იყავი და რაც გქონდა დაგროვილი ყველაფერი აბსოლუტურად მე მოგანიჭე თავისუფლება რაც გინდა თქვი. დიდი მადლობა ამისთვის. კი, მადლობა ძალიან დიდი. სჭირდებოდა. მაგრამ პირად ჰიგიენაზე აბსოლუტურად ისეთი ძალიან საინტერესო ანალიზი ქონდა მე დამამახსოვრდება სიცოცხლის პოვნა. ძალიან დიდი მადლობა ეკავკესტაზე იყო ჩვენი განსაკუთრებული მადლობა ეკავ. გადაცემის წარმოდგენია PSP